დილამშვიდობისა, ჩემო მეგობრებო. საუკეთესო დღეს გისურვებთ. ესე იგი, დღეს ჩვენ მენიუში არის საქონლის ხორცის ნეკნები დუხოვკაში, შებრაწუნებული და სტაფილოს სალატი. არ ვიცი, კიდე შეიძლება კარტოფილით შევწვა ცოტა ხორცთან ერთად. ეხლა როგორ მოვამზადებ სტაფილოს სალატს კორეულად, კორეულ სტილში, ოღონდ გადმოქართულებულს ცოტას, იმიტომ რომ ჩვენ გემოზე შევყვაზეთ, ისინი ძალიან ტკბილი ცხარე სოუსს აკეთებენ და ჩვენ ასეთი ტკბილი ცხარე სოუსი დიდად არ მოგწონს. ასე, ეს სამიცალი მოზრდილი სტაფილო, ამას ახლა გავხეხავ. ასე გამოიყურება ჩვენი გახეხილი სტაფილო. ახლა შევაზავებ. ესეც მოვამზადე ესენი, ძლივს ვიპოვე ხახვი, ნიორი და კინძი და ყველაფერი, დედაჩემი არა სახში და ამიტომ, მაგრამ ვიპოვე ყველაფერი, ესე იგი, ამაში არის ახლა წითელი წიწაკა, შავი წიწაკა, ნიორი, ჩანაყოლი კინძთან ერთად და მარილი. ამას დავამატებ ახლა ძმარს, ერთ კოვს, ხო და დავაყრე აურევ სტაფილოს. ხო, ესე გავამზადე ყველაფერი, ესე დავაყარე, აქ მაქვს მოშუშული ხახვი ზეთში, ხო და ახლა ამასაც დავაყრე ზეთ, ხო და მე კარგად აურე, მაგრამ ხელით არ მგონი აურიო, წავითალე ხა იმის სტაფილოს ხეხვის დროს თითები, იმაყოლე ზეთ. დედიკო არ ამყავს სახში, რომ გვირვინო ტელეფონით და გადავიღო ჩემი გასაკეთებელი. ასე რომ ფეჩაც გავიკეთებ, თორე ძმარი ხელებს ამწვავს. ასე გამოიყურება ჩემი კორეული, რატო უძახიან კორეულს არ ვიცი, კორეაში საერთოდ არ აკეთებენ ასე და არ ჭამენ, ასე სხვანაირად აკეთებენ საერთოდ. ხო და კორეული რატო ქვია, აზე არა ვარ, მაგრამ ესა რა ქვია, ასე ქვია ჩვენთან და რა ვიცი, ასე უძახი მეც. ხო, ესე იგი, უგემრიელესი გამოვიდა გოგოებო, მინდა გითხრათ, თითებს ჩაიკვნეთ, ოღონდ მე შაქარს არ უშვებ, იმიტომ რომ არ მიყვარს ზოგადად ტკბილი ცხარე და უშვებიან შაქარს, რა ვიცი ახლა, რომ ექნა შაქარი, თქვა ვფიქრობ, ცოტა სხვა რო ქნა და გავსინჯო იქნება უკეთესი იყოს, მაგრამ რა ვიცი, არ მგონია. ახლა ამას გადავიტან დავდახური ჭურჭელში და ცოტა ხანში ეს ცოტა ჩაკვდებასავით ისა სტაფილო უფრო გემრიელი იქნება, უფრო ხრაშუნა და ისეთი გემრიელია, შეგიძლიათ სიტყვაზე მინდოთ, იმიტომ რომ ჭამის ტომარა ვარ, რო იტყვიან გურმანები ვართ მე და დედაჩემი, ახლა დედაჩემი არა და ძლივს ნახე მარილი, ნიორი, კინძი, ერთი საათი ვეძებდი შკაფში ვიყავი თავით გადამწვრალი. ამიტომ რომ რო ვიტყვი რამეს დედაჩემი მომიტანს ცხვირთან უცებ. ხო და ასე რომ, მაგრამ ვიპოვე. ასე გავუმზადე, ნახეთ, ეს შარონამიდებს ქვევით და ზედ ფოლგა და ისინი მაქვს დაწყობილი. ფოლგის კალარდები, რადგან უნდა დავდო ახლა ღორის თქვა, საქონლის ნეკნი, ეს ღორის ნეკნები მელანდება სულ. ხო და ის არა ქვია, საქონლის ნეკნი და წავსობ ყველაფერს სუნელებს ამას იმას, შევახვე და შევდებ დუხოვკაში. დაახლოებით 2 საათი მაინც უნდა იყვესო და რა ვიცი, ამდენი ხანია რატო უნდა, არ ვიცი. როგორც ჩანს, ის არა ქვია, საქონლის ხორცი უფრო მაგარია და უფრო დიდხანს სჭირდება, ღორის ხორცს ვიცი რომ 1 საათით საკვარისია. ასე გამოიყურება ჩვენი ნეკნი. ხო და ახლა წაუსვი ამას ყველაფერი, კინძიო, წიწაკაო, რაღაცა ხორცის სანელებლები, შეურიე შიგნი, შავი პიპილი, ხო და რა ვიცი, ყველაფერი კარგად გავუკეთე. პაპრიკა გაურიე კიდე შიგნი და კარგად უნდა დაიბრატოს წესით და რიგით.
ხო და ეხა შევახვევ კარგად, ცოტა ღვინოს დავასხავ, ხო და შევახვევ კარგად და შევდებ დუხოვკაში დაახლოებით 2 საათი მაინც უნდა იყოს. ასე შევახვიე, კი არის გახოული საზამთროდ, ხო და შევდებ ახლა. ახლა მოვზილავ აგერ ჭადს და დავაპიცკინებ ცხელ ჭადებს. ესე იგი, ეს არის ყვითელი ჭადის ქვილი, უფრო ყვითელია, ესე იგი, მესამედი არის თეთრი და დანარჩენი ყვითელია. მე თვითონ შეურია გადარეული კი არა, ცაცალკე აქვს დედაჩემს დაბგოლო ყვითელი და თეთრი და ცოტა თეთრი შეურია შიგნით, ნახოთ როგორი გამოვა მიქსი. მე მგონი კაი უნდა გამოვიდეს, ჭადს უხდება კაი ზელვა, ასე გემრიელად, ხო და შევაპიცკინებ ახლა დუხოვკაში ცხელ ჭადუნებს. ვაპიცკინებ ჩემი ჭადუნებს. სქელები უნდა შეაჯინოთ დუხოვკაში, თუ არა გამოხმება, ისე გამოხმება. ხო, ასეთი სქელები უნდა იყოს, რომ თხელი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ გახმება გოგოებო, მოიკლებს და იქნება ქვასავით მაგარი. ახლა ზოგადად დუხოვკაში კვრიხინები გამოდის, მაგრამ მე იქნება ძალიან გაკვრიხინებული და მაგარი. ესე ჩვენი ჭადუნიები. ასე დავაპიცკინე, დავაწიწკინე. ამის ჭამას არაფერი არ ჯობია. აგერ გამზადებული მაქვს ეს მალენის კექსი უნდა გამოვაცხო. კიდე, მაგრამ ამას მე გადავიხებ. ჭადები ერთ დღეს პრიორიტეტი. ასე გამოიყურება ჩემი ხორცი და კარტოფილი. ისეთი სუნი აქვს და ისეთი გემრიელი, ახლა ხომ ადაზე მოგიყვანთ. მოსაყვარელო მეგობრებო, ესე ტრიალებ, დედიკო არ არის სახში, მაგრამ არც მე მეშლება ტრიალიზე, ზარმაცი კი ვერ აღარ დიდი მაკეთებელი და დიდი ისა რა ქვია, სულ გამაგდები ხელიდან თქვა, ასეთი არა ვარ, მაგრამ რო დამჭირდება სხვა რა გზა მაქვს, მეც ვაკეთებ. ხო და დავტრიალდი ახლა ბიძა ჩემი ჩამოსული ბიცოლა ჩემთან ერთად და ისა რა ქვია, სადღაც არიან წასული, დედჩემიც გაყვა და იმათ მოსვლამდე მინდა რომ ყველაფერი მოვამზადო, ეგერ კანჭი შევაგდე, კარტოშკა მიუწყვე მექსიკური სუნელებით კარგად შეზავებული, აქეთ სტაფილოს სალათი გავაკეთე, აგერ კექს ვაცხობ, რომ ყავაზე ტკბილად ტკბილი გულით და ტკბილი თეფშით გაუმასპინძლდე, ხო და თან ვალაგებ, რომ არ მევიდეს დედაჩემ და მითხრა ერთი რაღაცა გააკეთე და თავზე დაგიმხვიათელი კუხნაო, ასე მეტყვის ის შორს კი არ მიდის, ამნაირ თქმებინა. ხო და თან ვალაგებ, ვაწკრიავ ყველაფერს, რომ ქანა რომოა და ასე რო გეიხედ, გამეიხედას, არაფერი მაინც მოძებნის, ახლა ის მე ვიცი, მაგრამ მაინც კი მოძებნის რაღაცას, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის ასე ეს რა გიქნია ქანაო, ასე ვერ მეტყვის. ასე რომ გემრიელად კი რაღაცას მივამატებ ახლა რა თქმა უნდა, მაგრამ ეს აღარ არის საჭირო მდინლაფერად. გემრიელად მივთვით, რასაც მოვამზადებ.